20 მილიონი ქვეწარმავლების და ბაყაყების კომფორტისთვის ოზურგეთში ბაღების და სკოლების ასაშენებლად გამოყოფილი მილიონები ქართულმა ოცნებამ წყალს გაატანა. მუნიციპალიტეტის 6 სოფელში იმ ადგილზე, სადაც მშენებლობა 2024 წელს უნდა დამთავრებულიყო, დიდი ორმოები და ჭაობები არა და დოკუმენტებში, რომელიც თავდაპირველმა მოიპოვა, გარკვევით წერია, რომ 7 მილიონი 4 ბაღისთვის და 11 მილიონზე მეტი სკოლებისთვის იყო გამოყოფილი საწავი და მილიონები ნატო გოგელიამ გაარკვია. ეხლა მაყურებელი ამ კადრს როცა ხედავს, ალბათ იფიქრებს, რომ სადმე ცხელა წერტილში საომარ ზონაში ვარ. ცხელი წერტილის რა მოგახსენებთ, თუმცა ეს ადგილი ნაომარს ნამდვილად ჰგავს. ხედავთ ჩემს უკან დიდ ორმოს, ღრმულებს, ტბას და ასევე უამრავ ქვეწარმავლელს. ეს არის ადგილი, სადაც ეხლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თუ დაუჯერებთ, საბავშვო ბაღი უნდა იყოს აშენებული. ხელშეკრულებით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ირკვევა, რომ 2024 წელს უნდა ყოფილიყო დასრულებული უკვე აქ სამუშაოები, ესაც სოფელი მთისკვირი. მსგავსი სიტუაცია დახვდა ჩვენ სოფელ ძიმითში და აი ესეთი ორმოებია ზუსტად იქაც. კიდევ ორი საბავშვო ბაღი ვიპოვეთ სოფელ მაკვანინში, ასევე სოფელ ბოხვაურში, სადაც სამუშაოები ასევე 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე დასრულებული არა. მიუხედავად ადგილობრივების მოთხოვნისა, თხოვნისა, ამ დრომდე უცნობია, რატომ არ ასრულებენ სამუშაოებს, რა გაატარა, რა ღონისძიებები გაატარა მერიამ, რომელიც კითხვებზე პასუხის ნაცვლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა რეალობა არის ის, რასაც ეხა მაყურებელი კადრში ხედავს, გადათხრილი ორმოები, აი ესე დატოვებული ტერიტორიები და დახარჯული 7 მილიონი. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მხოლოდ 4 ბაღის მშენებლობაზე დახარჯულია 7 მილიონი. ამას კიდევ ირკვევა, რომ ემატება სკოლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დახარჯული 11 მილიონი და არაშენებული უბრალოდ მგრევის პირას მისული ობიექტები. დაიწყო და არ დაწყებულიყო სასაცილო ბაღი იქნე ეკნათ. რატო არ ხენში გაიგიყო ბაღი და გავაკეთოთ და ველოდების რო გააკეთოთ. არ ვიცი, გადასულ დაავდე წაიღო, დაასვენ წაიღო და აღიალ დეიშალო საიშენობა კაც იმაზე კი არა, საკი არ ვახტირთ არავის. დეიშალა გადაიხტის უნდა რამდენი ფულია კი დადობილი არა. ეს სკოლა უნდა აშენებულიყო 2 წელი დააშლიან აწყობიანა და 4 გევიდა რომ ვილადეიშალა. რას ამბობენ, როდის აშენდება? ეს უნდა დაიწყოს. წელს უნდა დაიწყოს მაინც? ახამდე უნდა დაწყობილი მოვა. ანუ კვირდებიან. კი, აბა. გუბერნატორი ხო აქედან არის? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც აქაურია და რას ამბობენ? აი როცა ეკითხებით ადგილობრივები. მე ახერს არ მეკითხები. ეს უნდა გაკეთდეს ამ სკოლა ამ დამოაყო უნდა არ გვინდა გაქცევას. ესეთი ასე შეიძლება. ეს არის რეალობა, რომელიც ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ერთი დეტალი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში არაერთხელ აყენებდნენ ამ საკითხს, თუმცა საპასუხოდ იყო მათგან, რომ ოპოზიცია იტყუება, რომ მედია, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებს, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მაშინდელი ოზურგეთის ვიცემერი, რომელიც დღეს გურიის გუბერნატორია, ამბობდა, რომ ეს იყო ერთგვარი PR კამპანია და რომ ყველაფერი შენდებოდა და 2024 წლის ბოლოს იქნებოდა, თუმცა როგორ არის დასრულებული, ამასაც კი ხედავს ჩვენი მაყურებელი, პრინციპში დაწყებულიც არაფერი არაა, სწორედ ამაზე ამახვილებს ოპოზიცია ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არის კორუფციის მაგალითი, რომელთაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები. ამ ხელისუფლების პირობებში ვინც აკმაყოფილი, ეს არის მე მგონი მართლა ბაყაყები არის მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ობიექტზე, სადაც იდეაში ბავშვები, სკოლის და ბაღის ბავშვები უნდა იყვნენ თანამედროვედ მოწყობილ შენობებში, ბაყაყები არიან ყველგან. ოზურგეთს და გურიას, ისე როგორც მთელ საქართველოში ყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ მოპარვით არიან დაკავებულები. მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 20 მილიონ ლარამდე არის გაფლანგული, შესრულებული არაფერი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ქოცემა ვერასდროს ვერც ერთ ტრაგედიაზე ვერ ისწავლეს, ყველა ობიექტზე ახლობთ დარღვეულ უსაფრთხოების ზომებს, სადაც თავისუფლად შეიძლება, რომ ბავშვი, მით უმეტეს გურიაში, სადაც გაჭირვება ყველაზე მაღალ ფარგლებში არის, ნებისმიერი ბავშვი შეიძლება შემოვიდეს და ეს უსაფრთხოების ზომები მინიმალურ დონეზეც კი არ არის დაწვილი. ადგილი, სადაც ოზურგეთში მეხუთე საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება. ამ გზით დადის ყოველდღე
გურიის გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, არაერთი საკრებულოს წევრი, მაგრამ გულთან არავის არ მიაქვს ის ფაქტი და ის მოცემულობა, რაც ამ ლოკაციაზე არის დღეს და არაერთი წელია უკვე აქ სკოლა უნდა იყოს აშენებული, მაგრამ ქართულ ოცნებას როგორ ჩვევია მათი კომფორტული მდგომარეობისთვის მოპარული მილიონები კორუფციით და შემდეგ დაკომპრომატებული მაღალჩინოსნები, არავინ პატრონი, არავინ ყურადღების მიქცევი და კომფორტში და ესე ბედნიერად ცხოვრობენ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო ორბიტაზე არიან შეხმატკვილებული და ქართულ ოცნებას უკრავენ ტაში. ჩვენ ბუნებრივია ვეცადეთ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები ჩაგვეწერა ამ თემაზე, თუმცა არ გვიპასუხა არც ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალოკვაძემ, არც გურიის გუბერნატორმა გიორგი ხურჯუმელიძემ, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ამ ბაღების მშენებლობა დაიწყო, როდესაც მილიონები გამოიყო და გადაირიცხა, იყო ოზურგეთის ვიცე-მერი, როგორც გითხარით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ამ დრომდე ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვებზე პასუხი. რა ბედი ეწია ამდენ მილიონს, დაინტერესდა თუ არა შესაბამისი უწყებები და როდის ეღირსება და როდის იქნება ზურგეთში დასრულებული საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია აპირდება ქართული ოცნება ადგილობრივ მოსახლეობას.